თუ შეგვექნა პრობლემა ჩვენი მობილური ინტერნეტის გაზიარებასთან დაკავშირებით, ანუ ვთავთ მობილურ ინტერნეტს, ვთავთ გაზიარებას, მაგრამ არ ზიარდება, ითიშება. მეგობარს შეექმნა მსგავსი პრობლემა და გადავწყვიტეთ ასე, ანუ მოვაგვარეთ და უპრობლემოდ მოგვარდა. ამისათვის ვაკეთებთ შემდეგს. იქამდე კი ჩემი თხოვნა იქნება დამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი TikTok და YouTube არხი. YouTube არხი ნაჩვენებია ჩემი TikTok-ის ბიოში. შევდივართ настройкებში. Георгий Петриашвили. Подключение. Диспетчер сим-карт. Подключение Wi-Fi Bluetooth. Да, შემდეგ. Диспетчер сим-карт. Экси. Из. Тертмеди. В списке. Შემდეგ scroll-ად Использование данных. 2. Мобильная точка доступа и модем. Из. Тертмеди. გვინდა мобильная точка доступа. Мобильная точка доступа и модем. Будет модем. Предоставить мобильная точка доступа. Мобильная точка доступа. მე პირველივია შევდივართ. Мобильная точка доступа. Тут будут отображаться устройства, которые используют данные использование мобильных данных за сегодня. Тут название сети. Георгий. Пароль. Ниньорията Самери. Сами. Название сети. Георгий. Название сети. Пароль. Ниньорията Самери. Сами. Название сети. Георгий. Название сети. Отображается. ანუ აქ მე უკვე მიწერია სახელი. Გеоргий. Окно редактирования. Видите название сети. ქართულად მიწერია. არ აქვს მნიშვნელობა რა ენაზე ჩაწერთ კლავიატურით, ანუ რომელი კლავიატურით ჩაწერთ, ქართული, ინგლისური, რუსული. ნუ გინდა თქვენი სახელი და არ აქვს მნიშვნელობა, ანუ სახელს რას ჩაწერთ. მიუთითებთ აქ შემდეგ. პაროლი. ნინი 2003. გადავდივართ პაროლში და აქ აუცილებლად ერთი ინგლისური ასოებით. და ნუ ციფრები რაც გვინდა. ნუ როგორც მე მიწერია და უშუალოდ ნინი 2013 ჩემი შვილის დაბადების წელია და ეს მოქვს მითითებული. ამის შემდეგ ვინახავთ диапазон безопасность. Дополнительный. Отмена. Сохранить. Кнопка. Сохранить ვაწვევით, ანუ შენახვას. Мобильная точка доступа. და ამის შემდეგ ვთავთ გაზიარებას. Мобильная точка доступа. Включено. Выключить. VPN. ჩავთავთ და ამოგვიგდებს შეტყობინებას აქ რომ გამოვხსნათ თუ არა Wi-Fi. Отмена. Выключить. Кнопка. დავეთანხმებით. Мобильная точка доступа. Включено. და всё, მობილური ცხელი წერტილი, ანუ მობილური ინტერნეტის გაზიარება ჩართულია. და ამ ფუნქციის შემდეგ აღარ შეგექმნებათ გაზიარების პრობლემა. ნუ ერთ-ერთი ამის მოგვარების ერთ-ერთი ხერხი არის ეს. თუ ამის შემდეგაც რამე პრობლემა შეგექმნებათ, შეგიძლიათ მომართოთ, დამიწეროთ კომენტარებში და რამე საშუალებას ვიპოვოთ. მადლობა ყურადღებისთვის, ხოთ დამილაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ, დაარეპოსტოთ ჩემი ვიდეო და გამოიწეროთ არხი.